ქართულად დიდი გაერთიანება მე რატო შემოვართ, იმიტომ რომ გაჩნდა იმედი, რომ აი გავერთიანდებით ქართველნი, ვისაც მართლა საქართველოს გული გვიძგერს და ჩვენ ბევრი რაღაცა უნდა ვაპატიოთ ალბათ ერთმანეთს, ამიტომ რომ ზოგი იმისიანია, ზოგი ამისიანია, მე იტყვის ვიღაცას ეს აზრი არ მოეწონება, ვიღაცას ის ნათქვამი არ მოეწონება და ყველგან არის ხალხი ამ ჯგუფებში ჩასაფრებული, ოღონდ ერთი რაღაცა გამომინა. თავარი იდეაზე ბატონო კობა გავსწავლდეთ. თუ აი საიდანაც საკეთებელია და საქმე რა არის, აი კონსტიტუციურ სამართლიანობის ადგილი. გინდათ რომ ისევ არაბი ამირა დაგიჟდა თბილისში არაბი ამირა იჯდა და არაბული საემირო იყო თბილისი აი ერი და ბერი და ბერს კიდე უნდა გაახსენოს იმიტომ რომ ქართული ეკლესია და მართლმადიდებლობა მარტო ის არ არის რომ რაღაცა ჩვენ თქვათ რომ აი ჩვენ ეკლესიაში შევდივართ და პიჯვარს ვიწერთ და სათელს ვახდეთ რა ბერი მაშინ ომობდა როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა და სამღვდელოებაც გამოდიოდა და არაბებისთვის თავი შეუგლიათ და ასეთ ასმა თავიდან გაწირა მასო ვაკან ისევ იქნება ვიღაცის საამირო თბილისი ისინი იტყვიან რომ ეს ისტორიულად ესე იყო აი ნახეთ რა 1000 წლის წინ ამირა ფადლონი იჯდა თბილისში და ანუ ჩვენ გვაქვს ამის უფლება რომ დავიბრუნოთ ეს ჩვენი საამირო ასე გვეტყვიან პატარა ხანში როდესაც მოვლიან დიდი კაპიტალით და შეისყიდიან ამას ყველაფერს აკავებდნენ დაგიდეს და გეტყვის რომ აგერინო ჩემი ნაყიდი აქვს ჩემი არის იტყვიან შენ ქართველებს კიდე ზოგი ხო ხარჭად გვყავთ და ჩვენი ახალგაზრდა გოგოები და ვისაც ესე იგი რა ქვია აღარ შეჭ არც სინდისი არც ნამუსი და ჩვენი გაუბადრებული მდგომარე უნდა გამომდინარე სხვა გამოსავლები ვეღარ ნახა ხო აი მონახოთ რა დღეში არიან თუ გინდა აქ არის ერის გადახსირება საიდან დაიწყო შენ იმით დაიწყო რომ ისტორიის გაყალბებით დაიწყო და იმით რომ ქართლის გადაკიდეს და ისევ სამოქალაქო მინდა ისევ ამ კუჩით ჩამოშალეს რეალური კი არა ლეგიტიმური ხელისუფლება და აი ჩვენ ამას თუ არ დავუბრუნდებით თუ არ დავწყეთ საწყისებიდან აი რაც არის ქართული ენა მამული და სარწმუნოება ჩვენი ამ სამი უმთავრესი დაბოძის დაცვა და გულში ჩაგიხუტებ ყველას კაცო დავიდეთ ერთად ქართველები ვართ ერთ სწორიდით წავიდეთ ბატონო მე ხშირად მithქვამს რომ ბოლო თაობა ვართ ალბათ ვინც უნდა გადავარჩინოთ მე